გაგვინახა კი დაგვინახა რომელია დილან შვიდობისა გოდონსია ნელა გამარჯობათ ზაღლო გამოდი აქეთ მელაგუდუნა შენთან მოკითხვა დამაბარა ჩვენმა ყველაზე პატარა გამომწერმა ჩვენმა 5 წლის მეგობარმა მომიკითხეო მელაგუდუნა რომ ნახავ და სანამ საჭმელს აჭმევ მოეფერე ერთი გემრიელადო მას და მის მეგობრებსო გაიგე ბიჭო როგორი შენ იცი მთელი სოფლიო რომ გიცნობს უკვე და მთელი საქართველო რომ გიცნობს და ყველას რომ უყვარხარ იცი გამბავი იცი თუ არა ბიჭო ქართველო აი მოდი გაჭმე მოდი არადამ დილით რომ მოვდიოდი ისეთი ნისლი იყო რომ თვალთან თიც ვერ მიიტანდი ეგ გონი სიმნელეზეა ნათქვა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რის გამო ვერ მიიტან თვალთან თიც ხო და რისი თქმა მინდა დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო ჩემო გამომწერებო ყველას გულთბილი სალამი და მოკითხვა მინდა დავიწყო სამძიმრით მთელი ქვეყნის მიმართ ჩვენს უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ყველამ ვიცით და ყველა შინაგანად ყველა უძნობთ რა დაუკარგეთ და რა დაკარგა ჩვენმა ეკლესიამ არა მხოლოდ როგორც პატრიარქის დაკარგვით არამედ როგორც ადამიანის დიდი ადამიანის და განსაკუთრებით იმ ადამიანებმა ვიცით ვინც ასე თუ ისე შეხება ჰქონდა საეკლესიო ისტორიასთან და ვიცით თუ რა ეპოქიდან რა ეპოქამდე მოიყვანა და როგორ მოიყვანა. ერთ რამეს ვისურვებდი რომ ეხა მაგაზე შეჯამებებს და იმას არ დავიწყებ ერთ რამეს ვისურვებდი ის რომ შემდეგი ანუ მომდევნო პატრიარქი ღირსეული გამგზელებელი ყოფილიყოს იმ ტახტის რომელი ტახტიც დაობლდა პატრიარქი ილია მეორეს გარდაცვალებით. დავფიქრობ პატივისცემის და გლოვის ნიშნად ეს ვიდეო დღეს არ დაიდება და თქვენ ალბათ ხვალდილით ნახავთ ამ ვიდეოს. რაც შეეხება ჩვენ თავს და ჩვენ რაც შეგვეხება ამინდი კარგი გვაქვს. როგორც ხედავთ, გადასარევი ამინდი გვაქვს. აქ მერე ჰამაკი დაიკიდება და ბევრი კარგი რაღაცა გაკეთდება. ამასობაში წყალი გაცხელდა. ხო და იმას ვამბობდი რომ ამ ჩემ პოპულარულ ქალბატონებს ცივ წყალს ხომ არ აკადრებს საჭმელში თქო. რომ ვამბობდი კობრი და ამური მინდა თქო. ამურის უპირატესობა გაგაჩვენებთ ხა რა არის. აი ნახეთ ბალახი როგორ წამოვიდა მიუხედავად იმისა რომ ამ აუზს სიღრმე დაახლოებით 2 მეტრი აქვს ცოტა მეტი 2 მეტრი ნახევრამდე ზოგან უფრო მეტიც. აი ეს ბალახი ზაფხულში წყლის ზედაპირზე ვერ ამოდის, მაგ ხელა ვერ იზრდება, თუმცა უფრო ზემოთ ამოდის და თევზაობა თითქმის შეუძლებელი ხდება და ამურს ის უპირატესობა აქვს, რომ როგორც ახლა ესე შევადარებ, როგორც ძროხა ისე ძოვს ამ ბალახს და ამას მთლიანად მოასუფთავებს. თუმცა არსებობს ერთი რატო არ შვებიო ადამიანები მეკითხებიან იმდენად რა რამოდენიმე 1000 ლართანაა დაკავშირებული ამ ტბაში იმ რაოდენობის თევზის გაშვება რა რაოდენობაც საჭიროა თორე ხა 10 წელს 20 წელს და 50 წელს გაუშვებ კი ბატონო რა პრობლემაა მაგრამ თუ გაუშვებ ბარემ საერთოდ და შემდეგ ეს საბურავები რომ მოშორდება აქ ჰამაკები დაიკიდება ეს ხობელამაზად აი აქ მთლიანად წრეს დაარტყავს იქ ალბათ პანჩატური გაკეთდება და შეივსება ეს ყველაფერი და გალამაზდება თავისი აივნი და თავისი ყველაფრით მე ვფიქრობ ფერმის კვალობაზე ძალიან კარგი ადგილი იქნება ქალაქიდან არც ისე შორს სადაც ჩამოვა ადამიანი და განიტვირთება პირველ რიგში საკუთარ თავს გულისხმობ
თუ შემჩა იქამდე ადამიანის იქი. წავედით ახლა საქმეს მივხედეთ, გვეყო საუბარი. Kse რა გინდა? მოდი ჩემო მეგობარო ციუ. მოდი ციუ. მოდი რამდენი ხანია მე შენ. მოქვა გადი იქეთ ნუქშურ შენ ნუ რა ვის. გადი. გამოძახებული კაცის არ გეიშვა რაფერი. გადი იქეთ. თუ რაფერი ტვერიან ბიჭო. იპატარამდე ვერ მივიჩვიე მას იქ. აი ყრა. კა? ვა. ხო, მაინც მიკერძოებული ვარ არა ხალხო? გოგოებს ნუ მიჩაგრავ შენ. თორე გაიზრდება მაქსიმუს დეციმუს მერიდიუსი. რომეუსიდან ახე მე რა გიქნას. ჭიშკარი ღია რომეო შეგიძლია მოხიო. ნე სიყვარულიციან თქვენში ბიჭო ძალადობრივი? არ დაუთმო პაწი არაფერი მაგა. რომეო დაიცავი სიყვარული. თუ შენ ციგურას სიყვარული. მეგობეობის ამბავში თავი პირველი თხილი მთავრდება აქ. ეხა ის ჩეჩობები იმ დღეს მაჭრილი მოვიტანე და იქეთ თავში გასასვლელში კიდე დიდები ნარჩევები და წავალი მათ მოვჭრე და აქედან უკვე ჩეჩობით უნდა გავაგრძელო გზა. კიდე პიძა ჩემად ამერიკა აქვე სოფელში მაქვს მოჭრილი 600 სიცალი გაგატანო. კრამიტიც წაიღეო, მაგრამ უმანქანობა უკამხებს მაგამ ბავში, თუმცა ვიზამთ, ყველაფერს ვიზამთ, არ არის პრობლემა. და რა მგონია დიდი განსხვავება იყოს სიმართლე რო გითხრათ, იმაში რა ქვია, თხილის წნელსა და ჩეჩობის წნელს შორის უბრალოდ ეხა ესენი მსხვილები შევარჩი ამ საწყისი იმისთვის და ისინი შედარებით წვრილები იქნება. თუმცა ნახოთ რაც გამოვჭრი იმის მიხედვით მე შევარჩევ და სუწრილებით მე იქიდან გავყვები ის რამასად. ახალი პარტიაც გამოვჭერი. ხო და ცეპი გადამიძვრა იმაზე და პატარა კლუშით ეხა დავაბნა და გავაგრძელებ და მას რომ თავი დავანებოთ რომ ლამაზი იქნება პლუს ამას ესენი მაინც ამოდიან უზრდელად და უხერხულად და საზრიანად და ჭკვიანურად მაინც გამოვიყენებ. ხო და ისი თქმა მინდოდა შრომას ის პლუსი აქვს რომ მე არ ვიცი თქვენი ამბავი მაგრამ მე ვფიქრობ ხოლმე თან ხო და წეგან ვფიქრობდი უბრალოდ მე არ მიყვარს სკოლაში არ გამომდიოდა ესეების წერა. აი შესავალი, მე კვანძი გახსენი, მე ის რა ქვია კითხვა დასვი, მე უპასუხე, მე დასასრული, ყოველთვის მერჩენოდა მოკლედ და ლაკონურად. და რატომ მოვაყოლე ახლა ეგ ამბავი. ასე თუ ისე მაინც დასევდიანებული ვარ, როგორც თითოეული ქართველი და არაქართველი ამ დღეს და იცით რას ფიქრობდი და რაზე ფიქრობდი? შეიძლება უცნაური რაღაცა ვთქვა, მაგრამ მაინც გარდაცვალება ჩვენთვის იმ ადამიანებისთვის, ვინც აქეთ რჩებით, ჩვენთვისაა სამწუხარო, იმიტომ რომ ადამიანები გვენატრებიან, ადამიანებს ვეღარ ვხედავთ და აღარ გვაქვს მასთან კომუნიკაცია, ვეღარ ვეხებით. თუმცა მართლმადიდებელის, ჭეშმარიტი მართლმადიდებელის დანიშნულებაც ხომ არის ის, რომ ეს დროებითი სამყოფელი გაიაროს იმისთვის მზადებაში, რომ იქ სამუდამო სამყოფელში ქრისტესთან მივიდეს და ქრისტეს მიიახლოს. ანუ გულისხმობ იმას, რომ მთელი ცხოვრება მართლმადიდებელი ადამიანის არის მზადება იმისთვის, რომ მაცხოვარს შეხვდეს და მაცხოვართან მივიდეს ისე, რომ მისი შვილობის ღირსი გავხდეთ და ღმერთმა ხანს რომ თითოეული ჩვენთაგანი გავხდეთ მისი შვილობის ღირსი და იმის თქმა მინდა რომ გარდაცვალება აქეთ მყოფი ადამიანებისთვის არის ტრაგედია და მწუხარება ბუნებრივია, რადგანაც როგორ შეიძლება იყოს მწუხარება ის, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ემზადება ქრისტესთან შესახვედრად და
აქვს საშუალება და გადაინაცვლა ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად იმისთვის რომ ქრისტეს მიახლოს. ამაში ჭეშმარიტად სიხარულის ელემენტები უფროა ვიდრე მწუხარების, მაგრამ იმდენად რამდენადაც ადამიანები ვართ და ჩვენთვის ხელშესახები და თვალხილული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შინაგანი და ხშირად როგორ თქვა ხშირად ვეჭვები გვეპარება ამასთან დაკავშირებით რომ ჩვენ მოხვდებით კი ან აი ხშირად სადღეგრძელოებს თუ დაკვირვები ხართ რომ ღმერთმა და ბუნების ძალამ დალოცოს რა უბედურებაა ბუნების ძალა ანუ ქართველი კაცის ურწმუნო მოდი ასე ვიტყვი არ შემეშინდება ურწმუნო ქართველი კაცის ლოგიკაში ღმერთს კიდე ბუნების ძალა დაჭირდება იმისთვის რომ ადამიანი აცხონოს ანუ ღმერთს რამეს ვუმატებთ ჩვენ კიდე იმისთვის რომ აი ღმერთმა და თუ კი რამე არსებობს რატო გვაქვს ეს არმაზის და გაცის და გაიდან გადმოყოლილი ისინი მართლმადიდებლობაში რომ თუ კი რამე კაი არსებობს ქრისტეზე კაი რა უნდა არსებობდეს მართლმადიდებელი ადამიანისთვის ან რა უნდა არსებობდეს იმაზე კაი როდესაც შენ მზად ხარ მიხვიდე შენს მეგობართან შენს მამასთან და შენ სულიერ მოძღვართან პირველ რიგში აი იგი ისეთივია რომ აი 64-ში და თუ კი რამე კაი არსებობს კიდე იქ მომხდარიყოს ხო და ერთი სიტყვით ამის თქმა მინდოდა და წეღან ფიქრობდი და კარგია რომ მაქვს ხოლმე ხანდახან თქვენთვის რაღაცის გაზიარების საშუალება და მაქედანაც ჯერჯერობით ჩაქუჩით და მართლმადიდებელ შობათა კავშირივით არავინ არ მომძდებს როგორც ხედავთ ჩემო მეგობრებო ჩოჩობაც ესე იდეალურად ლაგდება როგორც თხილი და მივდივარ წინ უბრალოდ ამას ერთი მინუსი აქვს თხილთან შედარებით ნაკლებად დრეკადია და აი უკვე მოღუნული რაცა აღარ ჯდება ან თუ ჯდება მოფამფალებულად და არ გამოგადგება შესაბამისად ეგ პრობლემა არის და საერთოდ დიდი პრობლემა აღმოჩნდა ეს მეტრანახევარი რო დავაცილე რადგან არ ვიცოდი და ვიფიქრე რომ ეკლესიას მოვიგებდი მაგით და 1 მეტრზე უნდა მექნა და სიმართლე რო გითხრა აქეთ არც არავინ იყო ეგეთი ვინც მასწავლიდა როცა 1 მეტრშია ყველაფერი იდეალურად იჭიმება და დგება რაც არ უნდა გააკეთოთ მსხვილი ტოტი იქნება წნელის თუ წვრილი და ისინი აგერ მომაკითხეს ხმაზე ხო და როცა მეტრნახევარია შესაბამისად ცოტა ისეთი გამოდის რა ქვია მთლად ეგეთი დაჭიმულიც ვერა შემდეგში ვცდი უფრო ანუ ბუნებრივია იმდანაც მსხვილი წნელები აღარ მექნება და მე წვრილებზე უნდა გადავიდე და შემდეგში თვლი რა იყო და ვცდი რომ 2 ბამბუკი დავასო და 2 ბამბუკს შორის გავატარო იმათმა მომაკითხეს ეგერ ხმაზე. რა ხდება ბავშვებო? ხო? დააჭირა და რომელი დააჭირა. 3.5 მასობაში და კარგია კაცო იყოს სითბოს რაჯობია ხარი და უბედურება ნუ იქნება. ესე იგი მოუყვებით ლამაზად და გემრიელით. მაგრამ პატარა ჩეპე გვაქვს. ჩოჩობები გაგვითავდა. მოსაჭრელიც მოვჭერით. რაც არის ის წვრილებია და შესაბამისად პირველი რაც უნდა ვქნა არის ის რომ დღეს წავალ და ჩამოვიტან იმ ჩოჩობებს რაც დამპირდნენ. ვიზა ჩემმა რომ მეთქე 600 წელი მოვსვა. ოღონდ საღამოს ახლა არა. ეხლა ჩემი მეგობრები ჩამოვლენ სათევზაოდ, მაგრამ თევზაობამდე ვფიქრობ ესენი რომ დავწვა. ცოტა ხანი ახლა შევისვენო მზეში და მე ესენი დავწვა რომ მოვიშორო. მარტო მოშორებას ვინ ამბობს და ამპიცკებს და იმას ნაცარიც დაუჭირდება, იმიტომ რომ ამ კვირაში კარტოფილი მინდა, ანუ ის საყანედან ქვემოდან მინდა, აი ქვემოდან იქედან მინდა ეს დავფარცხო, კი არა და დავხნა მთლიანად ხელის ტრაქტორით, ის უკანა საბოსტნე ნაწილიც დავხნა უნდა აუცილებლად და შესაბამისად ესე უნდა დავხნათ ეს ტერიტორია და ნელ-ნელა გამოვყვეთ და ამიტომ კარტოფილისთვის ნაცარი ვჭირდება. და ვიზა ჩემის მოცემული ჩოჩობები თუ წვრილი და პატარა იქნა სიგრძეში, აქ ირგვლივ მაგის მეტი რა არის და გადავალ და მოჭრას დავიწყებ. იმედია მაგის გამო ციხეს არავინ დამაშენებს თავზე. ბოლოს ისეთი კანონები აქვს არა გამორიცხული, მაგრამ მაინც. მე ვიდა კიდევ ერთი უძღები შვილი და მელაგუდუნას და მის მეგობრებს რომ ეყოფოდათ ის საჭმელი ერთ ჭამაზე შეჭამა იმათ 3 დღე რომ ეყოფოდათ.
რა აქნეს მისი ბრალი ხო არა ამ ხელაკაცი როა და ბევრი ჯამა რომ უნდა მაგრამ რაღაცნაირად გაფუებული მეჩვენება და კარგად ხო ამასობაში შუა დღის დასვენებები გვაქვს უკანა შიფრები და რაღაცეებით მივალაგე ვერ მისვენებ ბიჭო აი რაღაცნაირი ისმევს რა თითქოს რო ვზივარ რაღაცა შავდება არა და სინამდვილეში ხალხ ვარ გიგონდათ ეგეთი შრომის მოყვარეც მეც კაიზარმაცი ვარ მაგრამ აი იმას იქ გადავდებ მე ის მეძახის იქედან იმას გადავდებ მე ის სულ რაღაცა საკეთებელი და საწვალებელი წარწერა ციური დაპაწია და გავიწყეთ ხო და შევისვენოთ თუ შესვენებაა თუ არა და საქმე ვქნათ მაგრამ კაი დააჭირა და ქუდი უნდა წამომეხო ერთი ესეთი ქუდს დავითრევ მე შლიაპა როა იმის შლიაპა კი არა ჭილოფის დიდი ქუდები როა მრგვალი სხვათა შორის გურია ხო განთქმულია იმით რომ აი ძველ გურულ ფილმებში და მე ჩაებზე და იმაზე რაცაა გადაღებული გურიაში ყველაზე ეგეთი ჭილოფის ქუდები ახურავთ ხელში ან გეცოდინებათ გოდორი და გიდელი რომლითაც აი გოდორი რომელია იცით უდიპლომო სასიძოში რომ მანდარინი გადააქვს ვარდენს აი ეგ და გიდელი იყო ესეთი დაწნული ისეთი იყო გრძელი ადრე გურულები ხეებზე კრეფთნენ მაგით ყურზნებს ხო და ისიც მომინდა ეხლა რომ დაგჭირდეს კი ვერ იყიდი ანუ აღარც მაგის გამკეთებელი დარჩა აღარც ოსტატი დარჩა ვინმე აი სადღაც სოფელში ან გურიაში ერთი ორი ადამიანი აკეთებდეს მთლიანად გურიაში მაგას რომ დაგჭირდეს იმიტომ რომ გიდელი და გოდორი რომ მოვიკითხე თითქმის ყველა მითხრა რომ აი არიცოდნენ სად შეიძლება და შეძენა და ყიდვა და გაკეთება და მაგრამ მოვიძებ აუცილებლად და გაჩვენებთ და ყველაფერი გვექნება აქ შუა ცეცხლის კუხნაც და იმ კუხნაზეც შებოლილი რაღაცეებიც და იმედია მე ერთ დღესაც თქვენ ჩემი გამომწერები მოხვალთ და ამ ყველაფერს პირადად ნახავთ მეზობლის სტუმრიანობა გვაქვს და სასიხარულო ისაა რომ მეგობრებთან ერთად მეგობრები თავისი შვილებითაც ვსტუმრობენ და არსებობს კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი ძალიან დიდი სასიხარულო ფაქტი განსაკუთრებით ასეთ ცხელამინჩი ცივი ქაფქაფა მოგითხო ლუდის მოყვარულებს ოღონდ ბევრი ლუდის მოყვარულებს სხვათა შორის აი ეს ადგილი ჩემი ფერმა იმ ჭიდან და იმიდან ერთ ძალიან ცნობილი ლუდის რეკლამაშია გადაღებული ვისაც გაქვთ ნანახი ან ვისაც გაგახსენდათ დაწერეთ კომენტარებში რომელზეა საუბარი ქართული ლუდია სხვათა შორის ზაბორი არ გააფუჭო გადააგდებინე ბიჭო და მიდი გადმოხტი მიდი საიდან შემოძვერი ახლა მანჩი შენ თუ ლოველასების ყოველწლიურ წვეულებაზე არ გაგიშვა მე კაცი არ ვიყო მიდი გადმოხტი 1-2 ოპ ოჩახ ისინი დატოვე გარეთ არა მაიცი გიზამ ნახმას მე შენ საღოლწმო თაღლილობა მაინც თავისას შვება ამასობაში 6 საათი 6-10 წუთინა თან ცივა თან დავიღალე თანის ეხა საჭმელი გამომზადე ამათ და შეხედე რა კაცი გამოძახებული ხარ ამნაირი არაფერი რო არ დატოვე წმინდა მან როგორ გამოეტევა ესენი სახში მოყოფილან მოსულან ყველანი კარგი დაიკავეთ პოზიციები ჭამოთ ამას ვაჭმევ და განაჩენს დამშვიდობებისას არ გამოგაპარებთ დამშვიდობებას ერთი სიტყვით და თუ კი რამე დავიჭირეთ და შევწვით და რაღაცა ყავს რამდენიმე თავი დაჭერილი მაგრამ იმედია ჩემი ხმა ისმის ახლა ამათ ის მინერო შეერია საქმეში თავიდან რომ ყველა ჩაგრავდა მე გული მეგზნოს ისეთი ბიჭი დადგება რომ მაგის ხო და ხანდახან იოლია ტექსტი წინასწარ დაალაგო და მე ილაპარაკო მაგრამ არ მეყვარს ეს გამზადებული ამბები ტექსტები და ბუნებრიობა მირჩევ
მასობაში 8 საათი სრულდება და აცივდა. ერთი ტაფა კარგი თევზი არის. საღამოსთვის საჩუქჩუქოთ, მონატრებული მეგობრების ანახავად და დაღლილობის გასაფანტავად მით უმეტეს. ყველას მშვიდობიანი საღამო, გემშვიდობებით ხვალინდელ ვლოგამდე. უღრმესი მადლობა ჩემთან ერთად ყოფნისთვის. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ ახლებო. გაზიარება, კომენტარი და ასე შემდეგ. მშვიდობიანი საღამო ყველას.